მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ უსახელოები. გამარჯობათ. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პოდკასტის სახით იქნება ეს ვიდეო ინსაიდერთან ერთად და შევხედით ძირითადად აირდროპების თემას, იქეთ ცოტა კრიპტოზე, ინსაიდერზეც გავიგებთ უფრო ბევრს და შეგვიძლია უკვე ნელ-ნელა დავიწყოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა რომ ესეთი რაღაცის გაკეთებას აპირებთ, ამ წამოწყებას გილოცავთ პირველ რიგში. საქართველოს ეს ესაჭიროება და რავი, თუ განვავითარებთ აი ამ ყველაფერს, იქნება იდეალური ჩვენთვის და ჩვენი, ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც გვინდა კარგი რომ გავაკეთოთ რა. მოგესალმებით, მეც ამ არხის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვარ, ასე ვთქვათ და შეგვიძლია დავიწყოთ უკვე კითხვებით. კი ბატონო. პირველი კითხვა რა თქმა უნდა გვექნება იმაზე თუ აი ზოგადად რამდენი წელია ხართ ამ სფეროში და ზოგადად რა გამოცდილება გაქვთ თქვენ თუნდაც აირდროპებთან მიმართებაში და ზოგადად კრიპტოსთან. კი ბატონო, ესე იგი. პირდაპირ ვიტყვი რომ ესე იგი 2012 წლიდან პირველი აირდროპთან ჩემი შეხება მოხდა 2012 წელს, როდესაც ესე იგი ბიტკოინი ჯერ კიდევ სადღაც $200 არ იყო. $200 არ იყო, $100-დან $150-მდე მერყეობდა და სრულიად არსაიდან მოკლედ რაღაცა ინსაიდი წამოვიდა, ან მე ვნახე, ის არ მახსოვს უბრალოდ ზუსტად ინსაიდი წამოვიდა, ესეთი აირდროპი იყო, რომ უბრალოდ ვერიფიკაცია უნდა გაგევლო ერთ-ერთ საფულეზე და გერიცხებოდა $25 ბიტკოინი. რა თქმა უნდა, ყველას ეგრევე ეჭვი შეეპარა, შემდეგ როდესაც უკვე დავანახე ადამიანებს რო აქედან ელემენტარული ვერიფიკაციით და იქ პერსონალური მონაცემების, ესე იგი, ატვირთვით ხდებოდა ფულის გაქეშება. ტრენდში შემოვიდა და სადღაც 10 კაცმა გავაკეთეთ, 10 ჩემმა მეგობარმა ვიშოვეთ სადღაც საკმაოდ სოლიდური რაოდენობის ბიტკოინები. იმ მომენტში ვერ ვაანალიზებდით თუ რასთან ქონდა საქმე. უბრალოდ ჩვენ ისიც არ ვიცოდით რომ ეს აირდროპი იყო, თუ რა იყო ვაფშე, უბრალოდ გვეგონა რომ ეს იყო უბრალოდ ამის გამო გვირიცხავდნენ ფულს. და სინამდვილეში მე აღმოჩნდა რომ ეს იყო აირდროპი, ხო ხდებით. აი ტექსტი ძალიან პატარა ვიყავი, სადღაც 14 წლის ვიყავი, სადღაც 15 წლის, რა 16 წლის ასე. მოხდა ესეთი შეხება, კავშირი რა, პირველი. როგორც ასეთი. რომელ ბირჟაზე ან რაზე იყო საერთოდ? როგორი რაღაცა იყო, იცი? ესეთი ბირჟა იყო, სახელი არ მახსოვს, მაგრამ Binance და ესეთი რაღაც ეხა ავტორიტეტული ბირჟები როგორიც არის ეხა მაგალითად Binance, OKX-ი, მსგავსი ბირჟა არისო. რაღაც ასე ვთქვათ, საიდ ბირჟა იყო. ხო ხდებით და ვითარდებოდა რა, იწყებდა განვითარების პროცესში იყო რა. ხო და ისევ რომ ადამიანები რომ დაინტერესებულიყვნენ აი ამ ბირჟით და ისევ მარკეტინგული ასე ვთქვათ სვლა იყო ეგ, როგორც ყველა აირდროპის. უბრალო რეგისტრაციით გერიცხებოდა კოინი და ამ კოინს სვაპავდი ცვლიდი ბიტკოინში. ხო ხდებით. $25 გამოდიოდა ერთ ადამიანზე. იგრევე აქიშებდი $24-23 სუბტად. აი ერთ კითხვას დავამატებ, აი ეს 2012 წელს პირველად გამოჩნდა ეს აირდროპი თუ თქვენ გქონდათ პირველად შეხება და ზოგადად მე მქონდა პირველად შეხება, კი ბატონო, მე მქონდა პირველად შეხება. დავამატებით, ზოგადად აირდროპები როდის ჩნდება კრიპტო სფეროში? აირდროპები, როგორც იცით, ეს ბულრანი რო არის, ეს ყველაფერი არის ციკლური, ყველა ბულრანს აქვს თავისი ციკლი, არის ციკლები, როდესაც ესე იგი კრიპტო ბაზარი მოდის ქვემოთ და ასე ვთქვათ, ფსკერზე არის, ხო ხდებით, როგორც მაგალითად ეხა 2022 წელში ბიტკოინმა ჩამოვიდა სადღაც ლამის $15,000-ზე. თუ ყველას ეგონა რომ გაქრებოდა ბიტკოინი, მაგრამ დღეს ვხედავთ აგერო, აი ამ ციკლში, რაც დაჭირდა 2 წელი, ხო? ავიდა 100,000-ზე. როდესაც არის ბულრანის ციკლები, მაშინ არის აირდროპების მატება რა, ესეთი აირდროპები, რომ ეს აუდიტორია ადამიანები ბაზარში შეიყვანონ, ხო ხდები რა? რომ ვთქვათ, ესე იგი, ასე თუ ისე მაინც სულ იყო ეს აირდროპების თემა. კი ბატონო. მე შემიძლია გავიხსენო, სავარაუდოდ ეს არ არის რომელსაც შენყვები მაგდროინდელი ამბავი, მაგრამ გეითიო ალბათ ყველას ეცოდინება დღეს და რეფერალზე იყო ეგეთი ასე ვთქვათ აირდროპი $50 კი $50 გაძლევდა ერთ-ერთ მოწეულ რეფერალზე, ასე ვთქვათ. კი ბატონო. თუ გინდათ ავიღოთ აი მაგალითად Stellar XLM-ი ავიღოთ, ესეთი კოინი არის.
გავსი ტიპის airdrop-ი ქონდათ ხო ხდები. აი თუნდაც ეხლა ავიღოთ ტონკოინი ავიღოთ, უბრალოდ wallet-ის გადმოწერაში გირიცხავდნენ ტონკოინებს ხო ხდებით. და ძალიან ბევრი მქონდა სხვათა შორის ეგ და არასწორად გამოვიყენე რა. მე შემიძლია კიდე გავიხსენო დაახლოებით 2020-21 წელი შეიძლება ბევრმა იცოდეს ეს იყო sweetcoin-ები ნაბიჯებში ბოტასების თემა იყო თუ გახსოვთ და აი მაშინ sweetcoin იყო ესეთი ასე ვთქვათ აპლიკაცია სადაც ნაბიჯებზე გაძლევდა sweetcoin-ებს და გავანაღდეთ მე და საკმაოდ სოლიდური თანხა მოიხსნა იქიდან და დღემდეც არის ხო თუ არ ვწდები ეგ აპლიკაცია და კი ბატონო ეგ ძალიან ისეთი რაღაც არის კი ის არის რომ ანუ თვითონ ბირჟა შექმნეს ასე ვთქვათ sweet wallet-ი არის სადაც შეგიძლია თუნდაც ნეაში გადაცვალო თვითონ sweet-ი აიღო და sweet-ი ზოგადად დალისტული არის Bybit-ზეც არის Binance-ზე არ ვიცი ზუსტად მაგრამ Bybit-ზე არის Gate.io-ზეც არის კი ბატონო კი ბევრი აქტივობაა ეგეთი ხო ხდები თავარია აი ამ პროცესში ჩართული იყო და გაინტერესოს შეემოწმო იქ რა ხდება ხო ხდებით ვიღაცას მოусმინო შეეხო უნდა ამ ყველაფერს რა თუ შეხება არ გაქვს ვერასდროს გაიგებ თუ რა მოხდება მერე როდესაც ეხები და აი ხელს კიდებ გაინტერესებს სწავლობ მე რაღაცეები მისიჩდება ხო ხდები იქ ერთ თემაში ხარ ერთ პროცესში ხარ მე იქ მეორე გამოჩნდება იგიც და გაინტერესებს და ასე შემდეგ რა თავარია პროცესში იყო ხო ხდებით კი დღეს sweetcoin შემიძლია yohealth შევადარო რომლიდანაც სხვათა შორის ნაღდება კი yohealth-ი კი ბატონო თავისი coin-ი აქვს და თავისი ბიჟა საიდან შეგიძლია გადაგზავნო შენ სხვადასხვა wallet-ებზე ეს თავისი coin-ი მოდი ლუკა ძალიან კითხვების გარეთ არ გავიდეთ ეტაპობრივად მაგას მივიხილავთ და მეორე კითხვაზე გადავიდეთ უკვე კარგი თვითონ კრიპტო აიდროპების არსი და ანუ რა მიზანს ემსახურება ეს აიდროპები აი მაგაზე ცოტა დეტალურად რო ვისაუბროთ თუ შეგვიძლია ესე იგი კი ბატონო კითხვა გავიგე ანუ როგორც ასეთი თვითონ სიტყვა airdrop პირდაპირ მნიშვნელობით არის რაღაცის ციდან გადმოგდება გადმოშვება რომ ანუ პირდაპირ უთხრათ ადამიანებს და მეორე მხრივ კრიპტო სამყაროში ეს არის ბლოკჩეინის აქტივების გადანაწილება ხო ხდებით ადამიანებზე ну რა თქმა უნდა აქ თვითონ airdrop-ი არის ორნაირი სადაც შენ უფასო დღებულობ საერთოდ თავარია რაღაც ელემენტარული აქტივობა გააკეთო და შენ ისურვე და აიღეს პრინციპით შეგიძლია შენი მოქმედო და მეორენაირი არის რაღაც დავალებებს რო ასრულებ მაგალითად ეხა Twitter-ის გვერდი გამოიწერო იქ რაღაცა გვერდი გადააზიარო და აი ამ манипуляციების ხარჯი აიღო airdrop-ი. Ну რა თქმა უნდა ეხა მარკეტინგული სტრატეგია არის ეს თვითონ airdrop-ი რომ ეს ახალბედა კომპანიებმა მოიზიდონ აუდიტორია და ესე იგი გადაანაწილოს შემდეგ ეს აქტივები აი ამ აუდიტორიაზე რა. რა თქმა უნდა ეს სარისკო არის ზოგადად კრიპტო და airdrop-ი თავარი არის გაიგო თუ რასთან გაქვს საქმე, ანუ ისწავლო, დააკვირდე, მხოლოდ ამ airdrop-ებზე არისო დამოკიდებული ხო ხდებით იქ ჩარჩოს გარეთაც გაიხედო და ზოგადად გაიგო რა არის კრიპტოვალუტა რა. კი ეს ჩვენ საკმაოდ ჩართულები ვართ მაგ თემაში და პირდაპირებიდანაც ეგრეა. ნუ ძალიან კარგი. ამ კითხვიდანვე გავიგეთ რომ airdrop-ი ლეგიტიმურია და არა თაღლითობა. ნუ არსებობს ისეთი airdrop-ები, სადაც პირდაპირ სქემერო, ანუ თაღლითობასგან თან გვაქვს საქმე. ძალიან კი. თუ გადავხედავთ მონაცემებს და გუნდს რაც ვინც ამ airdrop-ს აკეთებს, მაგის მიხედვით წესით შეგვიძლია დავასკვნოთ. კი, ელემენტარული მინიმალური risk management-ი ეგ არის რომ გაარკვიო იქ Twitter-ის page-ი აქვს, რამდენი follower-ი ყავთ, ხო ხდებით, შეგიძლია ის გაარკვიო მაგალითად ვინ გააკეთა ინვესტირება, ვინ ჩადო ფული აი ამ პროექტში, ხო ხდებით, რამდენი holder-ი ყავს მაგალითად, აპიარებენ თუ არა ინფლუენსერები და ასე შემდეგ რა. ეს ელემენტარული risk management-ი უნდა დაიცვა, ხო ხდები, რომ მერე არინანო რა. კი, ნუ ეხა იმასაც კითხავ, ბარემ თუ არსებობს რაიმე მინიმალური მოთხოვნილებები airdrop-ებში მონაწილეობისთვის. ესე იგი, მაგალითად ეხა აი ამ ტრენდით ვისაუბრებ ეხა, მაგალითად ეს Telegram თამაშების ტრენდი არის ეხა და ელემენტარული იყო პერიოდი, როდესაც ეხა Notcoin-ი ავიღოთ. უბრალოდ უნდა გეთამაშა ტელეფონში, უნდა ესე იგი თითი გეწკაპუნა, რომ შენ coin-ები აგეღო. ხო ხდები და ნახე, ცოტა სიტუაცია ეხა შეიცვალა და ეხა ოდნავ დონაციას ითხოვენ, ხო ხდები? ახლა დონაციას ითხოვენ, ანუ
ჯერ პირველად ესე იგი ადამიანებს შეაჩვიენ ის ფსიქოლოგია ჩაუდეს რომ შენ ასე შეგიძლია ფული გააკეთო უბრალოდ ტელეფონის წკაპუნით ადამიანებმა ამით ეგრევე დაინტერესდა მასის ფსიქოლოგია რა თქმა უნდა ეხა ეგრე მოქმედებს და შემდეგ უკვე შემოაპარეს ნელა ნუ არის აქტივობები სადაც შენ თუ გააკეთებ ინვესტიციას რა თქმა უნდა გქონდეს შენ ახლა ამაზე ნაფიქრი თუ რას აკეთებ, სად აკეთებ ინვესტიციას, ხო? შენ თუ მზად დახვდები, მაგალითად თუ შენ გაქვს wallet-ზე ფული გაქვს და შენ მზად ხარ რაღაც ისეთი თანხით შეხვიდე, რომლის დაკარგვაც არ გეშინია, მაგალითად, შენ შეგიძლია საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიმუშაო. ანუ ორი ბანაკი არის აირდროპები, სადაც შენ ფულის ჩადების გარეშე შეგიძლია თანხა აიღო და სადაც შენ რისკავ რაღაც ფულის რაოდენობით, რომ შემდეგ ესე იგი აიღო ეს მოსავალი რა. ხვდებით. ანუ შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად ამ წლის მაგალითი დოქსი გეცოინება კი ბატონო, კი დოქსი, ძალიან კაია. კი, იქაც მოგვიწია ტრანზაქციის გაკეთება და საკმაოდ სოლიდური თანხები გამოვიტანეთ, ასე ვთქვათ, დოქსის. დიახ, ჩვენ კიდე თორე ძალიან დიდი შანსი იყო მართლა 4 ნიშნა კარგი ციფრი დაგვეფიქსირებინა. კი ბატონო, იმენა მუშაობით საკმაოდ სოლიდური თანხის გამომუშავება შეიძლებოდა და ეხლა სხვათა შორის ძალიან კაი განახლება გამოუშვა დოქსმა თუ შეგიძლიათ რომ ნახოთ და რაღაც კალენდარი დაამატეს წინა საახალწლო ჰოლიდეი ასე ვთქვათ კალენდარია და რაღაც მაგიურ პრიზზე არის საუბარი ვაღოთ ის კალენდარი ბოლომდე უნდა ჩაიყვანო რა ყოველ დღეზე ჩეკინი უნდა გააკეთო და თვითონ დოქსზე დიახ, დოქსის ოფიციალურ ჩანელში, თვითონ დოქსის აპლიკაციაში უკვე შეგვიძლია ნახოთ ეს კალენდარი და დღეს პირველ დღეს უფასო არის პირველი დღის გახსნა და რა ვიცი. შეგიძლიათ ისარგებლოთ ხოვდებით ამას. შეუძლია მაყურებელს ისარგებლოს. კი ბატონო. კი და ნუ ვისაც იმის ფუფუნება აქვს რომ რამდენიმე აკაუნტით შეუტიოს ასე ვთქვათ პროექტებს იმას რა თქმა უნდა უფრო დიდი მოგება იქნება და დიდ მოგებას დააფიქსირებს უფრო. დიახ, გეთანხმები. მაგალითად 10-ზე მეტი აკაუნტით უწევ ყველაფერს ჯერჯერობით და თუ რაღაცა ნაკლები airdrop-ი გამოვიდა ერთზე, ნუ 10 აკაუნტიდან მაინც ბევრი გამოდის რა ასე თუ ის. კი ბატონო, მშვენიერია. ეგრე უნდა მიუდგე ანუ ამ საკითხს, უნდა იმუშაო რა. ეს არის სფერო, სადაც უნდა იმუშაო. ხვდებით. ანუ ხო დღეში გამოდის რაღაცა 1 საათი, საათნახევარი და ჩვეულებრივად ჩაუშვდები, ყველას გავაკეთებ daily task-ებს და იმათ და მორჩა რა. კი ბატონო. აი, ახლა თქვენ რო გაკვირდებით, მეგობრებო, აი, თქვენი mindset-ი, თქვენი აზროვნება, აი, სწორად გაქვთ აი ამაზე, სწორად ხართ აი ამ პროცესში, ხო ხვდებით და ჩვენი თავარი მიზანია, რომ ესეთი რაღაცეები ადამიანებს ვუთხრათ, რომ ამას არ შეხვდო როგორც, რავი, რაღაც მისამშალბათებულად რა ეს არის სფერო სადაც შეგიძლია თუ შენ ისწავლი თუ შენ ჩაერთვები საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიმუშაო სახში ესე იგი კომპიუტერით ან ტელეფონით ხო ხდება და აი კარგია კი რა თქმა უნდა და ნუ ჯერჯერობით პოტენციალი და გასაქანი აშკარად აქვს ნუ მომავალში ვერ შეგვიდებით და ვერც ვივარაუდებ სავარაუდოდ რა შეიძლება მოყვეს იმიტომ მაინინგის თემაშიც ეგრე იყო რამოდენიმე წლის წინ დღესდღეობით შედარებით ჩაწოლილია ეგ სფერო და ну სანამ კი გეთანხმები საშუალება რომ სანამ მაგის საშუალება არსებობს რომ ესეთი რაღაცა გავაკეთოთ უნდა გამოვიყენოთ დიახ თითეული მომენტი კი მაშინ ახლა ჩვენ ესეთ შეკითხვას დაგისვავთ აი თქვენ როგორ ხედავთ აიდროპების მომავალს კრიპტო ბაზარზე რადგან ამ თემას შევეხეთ კი ბატონო ესე იგი პირდაპირ ვიტყვი რომ ეს ტრენდი ახლა რაც არის ჩემი აზრით დასრულებადია და ამოწურვადი არის ზოგადად მე არ მაქვს საუბარი მხოლოდ ამ Telegram airdrop-ებზე იქ სხვა ტიპის airdrop-ებიც არის მაგალითად ახლა ახლა აი ამ მომენტში Telegram თამაშებზე უფრო ტრენდული არის DePIN პროექტები მაგალითად როგორიც არის Grassi როგორიც არის Gradient ესეთი AI პროექტები ხო ხვდებით ცოტა ეხა ჩემი აზრით ეს პოტენციალი Telegram თამაშებს ეწურებათ, მაგრამ აი ამ ბულრანის პიკამდე ჩემი აზრით იქნება ეს ტრენდი შენარჩუნებული, კარგად, ხო ხვდებით? და შემდეგ უკვე სხვა ტიპის airdrop-ებზე გადავალთ. უკვე თან გამოჩნდა აგერ mining პროექტები გამოჩნდა, როგორიც არის მაგალითად Memhash, FOMO-ში. თუ დავაკვირდებით აი mining პროექტებს, რაც წარსულში იყო, მაგალითად Chia mining-ი ესეთი პროექტი იყო Chia mining-ი, სადაც შენ მყარი დისკით ამაინინგებდი მოკლედ აი ამ coins და ეხა $25-ზე არის ეგ coin-ი, ხო და სადღაც 5-6 მყარი დისკით
საკმაოდ სოლიდური რაოდენობის ჩია შეგიძლია რომ გამოგუმუშავებინა რა. კი, ეგრეა და ჩვენ საზოგადოებაში საქართველოს გულისხმობ Discord-ი, Telegram-ი, ძალიან დანერგილიც არ არის ეხლა რომ ხალხმა ძალიან კი ბატონო, კი ბატონო. აი რა ტენდენციები შეინიშნება ბოლო წლებში ამ აირდროპების სამყაროში? ტენდენციები მე პირველი ის მინდა ვთქვა რომ ზოგადად აირდროპები ეხა მაგალითად არბიტრუმის აირდროპი გავიხსენოთ, სადაც მათ 2 მილიარდი დოლარი გასცენ ადამიანებზე, 2 მილიარდი დოლარი, ეს არის კოლოსალური რიცხვები არის ჩემი აზრით და მე თითო აკაუნტზე უბრალოდ ადამიანები, ვინც მაგალითად ეხა 150 დოლარის აი ამ არბიტრუმის coins ვინც ასტეიკებდა წინასწარ ხო ადამიანებს დაურიგენ 2000 დოლარი თითო აკაუნტზე მინიმუმ ხო ხტებით ყველაზე დიდი აირდროპად არის ცნობილი ეს არბიტრუმის აირდროპი ხო და ჩემი აზრით ეს ყველაფერზე მეტყველებს რა კი შეიძლება ამოწურვადი იყოს ეს ტენდენცია, მაგრამ სანამ დრო გვაქვს, ჩემი აზრით, უნდა გამოვიყენოთ, ვისარგებლოთ და არავინ არ იცის რა მოხდება, რომელი პროექტი გაისვრის, რომელი პროექტი მოგცემს შენ ისეთ თანხას, რომ მე არც არაფერი დაგაინტერესებს, ხო ხტები რა? კარგად იქნები უბრალოდ. მოდი მაშინ იმასაც შევეხოთ, ანუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ახლა ვისაც ასე თუ ისე ნაკლები ინფორმაცია მოეპოვება კრიპტოს შესახებ და ზოგადად search-თან რა. აი როგორ შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს, ვისაც სურს აირდროპებში მონაწილეობა, თვითონ აირდროპში როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ან როგორ უნდა ნახოს სხვადასხვა პროექტები, რომელსაც ასე თუ ისე შეიძლება პერსპექტივა ჰქონდეს მომავალში. კი ბატონო, ესე იგი, თავარი არის ისევ და ისევ განმეორდები. შენ იყო დაინტერესებული აი ამ ამბით. აი მაგალითად ეხა ქართული YouTube სივრცე ავიღოთ. ეხლა მოდის ჩემი აზრით ეს ტენდენციები, რომ საქართველოში ეხლა ყველაზე მეტად ოქროს პერიოდი არის ეხლა, რომ ადამიანები, ესე იგი, გებულობენ კრიპტოს შესახებ. ჩემი აზრით, აქამდე რაც იყო მოთხოვნილება კრიპტოსი საქართველოში ახლა არის ყველაზე დიდი. აქედან გამომდინარე, შენი მთავარი მიზანი არის გამოცდილ ადამიანებს, ესე იგი, გაყვე და ელემენტარული copy paste გააკეთო გამოცდილ ადამიანს, შეხედო რას აკეთებს, გააკეთო, ხო ხტებით. და თუ არის ისეთი კონკრეტული საიტები, საიდანაც შეგვიძლია აი პირდაპირ Telegram-ის airdrop-ში მივიღოთ მონაწილეობა, ან რაიმე ეგრე. აი კი ბატონო, ნახეთ როგორი რაღაც არის იმენა საიტი ხო? საიტი გაინტერესებს. საიტი, პლატფორმა, აი ნებისმიერი რაღაცა, საიდანაც შეიძლება გაიგო კარგი airdrop-ის შესახებ. კი ბატონო, პირველი რაც მახსენდება ახლა მაგაზე, მახსენდება Twitter-ი. თითე ყველა პროექტი რაც ყოფილა airdrop-ი, უმეტესობა 80-90%, ესე იგი, მარკეტინგი მიდის Twitter-ზე, მაგრამ Twitter-ს აქვს ძალიან, როგორც მოგეხსენება, Twitter-ზე არ არის დაცული ცენზურა, ყველაფერი ხსნილი არის რა. თუ შენ უკვე დაიწყებ ამ Twitter-თან მუშაობას, იქ დაინახავ, რომ იქ უამრავი სკამ პროექტი არის, იქ ადამიანები თავის საფულეების, ესე იგი, მისამართებს აგდებენ და იქ არარეალურ რიცხვებზე მიდის საუბარი და ადამიანებს ამის ჯერათ, ხო ხტებით? იქ რომ ეხა ამოვარდება გვერდი airdrop-ით და როდესაც შენ დაინახავ, რომ აგერ ჩააგდე შენი wallet-ის საფულე, შენი საფულის wallet-იო რა, მისამართიო და ამ საფულეზე მოგივა 2000 დოლარიო SHIB მაგალითად ან PP ან მსგავსი კრიპტო მიმქოინები ან ნებისმიერი სხვა coin-ი ეგრევე უნდა მიხვდე, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება, ხო ხტებით? აი, რა სტერეოტიპი მინდა იცი დავამსხვრიო ამით? უფასო ფული არისო თაქვსაჭერშიო მარტო რა, ზუსტად ადამიანებს ეშლებათ ეს რაღაცა. airdrop-ზეც იყო ეს ციტატა გამოყენებული თავი Notcoin-ზე. აი Notcoin-ი რო გამოვიდა, ხო? ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა და ირგვლივ მყოფმა ადამიანებს ძალიან ბევრი დამცინოდა, რომ რა შენ მაგაში ფულს ვინ მოგცემსო, უფასო ფული არის მხოლოდო, ესე იგი, თაქვსაჭერშიო, ესეთი ციტატა არის, ხშირად გამოიყენება და როდესაც ესე იგი მოხდა, რომ Notcoin-ი დაილისტა, მე იქ ფული გავაკეთე, დამესიან ადამიანები, მოკლედ, ყველამ დაიჯერა, რომ აქედან ფულის გაკეთება შეიძლებოდა და ასე შემდეგ. ანუ, თავარია დააკვირდე, ხო ხტები? აი მაგალითად Twitter-ი ის უნდა კონდეს გაანალიზებული, რომ Twitter-ზე ბევრი სკამერული პროექტი არის, ხო ხტები იქ, რომ შენ საფულის მისამართს რატო ითხოვენ, ხო? შენი საფულით მისამართით ხდება შენი საფულის, ესე იგი, გაფილტრვა, თუ რამდენი გაქვს, ძალიან მარტივად შეგიძლია, ესე იგი, ადამიანს შეუძლია დაადგინოს, რომ რამდენი ფული გაქვს საფულეზე, მაგალითად, აი Binance-ი შენი მისამართი რო ჩააგდო USDT-ის რაღაც Twitter-ზე,
არიან ადამიანები, ვინც ამით სარგებლობენ, თავისუფლად შეუულიათ, ესე იგი, ფული წაგართვან ანგარიშიდან, გაარკვიონ, რამდენი გაგვზეთ ფული და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მაინც განვითარებული პლატფორმა, სადაც აირდროპებზე და კრიპტოზე მიდის ძალიან აქტიური მარკეტინგული, ესე იგი, სვლა არის Twitter-ი, ჩემი აზრით, ხო ხდები. სადაც შეგიძლია გაარკვიო, კიტი რას ყიდულობს, დიდარი ბიძიები რას ყიდულობენ, ვინცად რომელი coins აქვს pre-sale-ი, სანამ დაილისტება იქამდე რო იყიდო და ასე შემდეგ. რა, ბევრი ინფორმაციის გაგება შეგიძლია, ასე ვთქვათ, Twitter-ზე რა. კი, Twitter-ზე მეც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეგეთი პოსტები, დაწერეთ თქვენი wallet ადრესები და 10000 docs ჩაგირიცხავთ და აი ასე. დიახ, დიახ. უნდა გავაფრთხილოთ ამაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაწერონ თავიანთი wallet ადრესები, ძალიან დიდ რისკებთან და საფრთხესთან არის დაკავშირებული ეგ ყველაფერი. კი ბატონო. ნუ ხო, ყველაფერს ორი მხარე აქვს Twitter-საც მათ შორის. ანუ კი ბატონო, კი ბატონო. ნუ ყველაფერს ეგ რაც შეგვიძლია. კი, და ყურადღებით უნდა იყო, მე და ყურადღებით უნდა იყო რა. ხალხური უნდა ვადევნოთ რა ხდება და როგორ არის. კი ბატონო. კი, მაშინ რა არჩევას მისცემდით დამწყებებს? პირველ რიგში, ესე იგი, ვიტყვი, რომ უნდა ვიყოთ მომთმენები რა, უნდა მოვითმი. აი, ახლა Bloom-ზე მინდა ავიღო მაგალითი რა. ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს Bloom-ის პროექტი, მაგრამ და უკვე ძალიან დიდი ჰეითი მიდის Bloom-ზე ახლა. ამდენი ლამისო 8-9 თვე არისო გაშვებულიო პროექტიო და ლისტინგზე არაფერს არ ამბობენ. მაგრამ ადამიანები იმას არ აკვირდებიან მაგალითად რომ Bloom-ს რა უნდა რომ გააკეთოს, ხო ხდები. თუ ავიღებთ Binance, Bybit, ეს ბირჟები, ესეთი ავტორიტეტული ბირჟები, რომლებიც სხვათა შორის ძალიან სახიფათოა დიდი თანხების, მაგალითად Binance-ზე და Bybit-ზე თანხის გაჩერება, მაგალითად დიდი თანხების ძალიან სახიფათოა, ხო და ვერ ხვდებიან რას, მაგალითად იმას, რომ თუ Bloom-ს უნდა რომ ჩამოყალიბდეს ბირჟად, მაგალითად, ხო? ეს ყველაფერი ერთ დღეზე, ორ დღეზე, ერთ თვეზე ვერ მოხერხდება. ამას უნდა მუშაობა, ამას უნდა აუდიტორია, ამას უნდა, ესე იგი, ინვესტიციები და ფუნდამენტის შექმნა, ხო ხდებით რა, რომელიც ახლა Bloom-ს ძალიან დიდი აქვს. მით უმეტეს იგერ Binance Labs-ი უკვე მეორეჯერ, ესე იგი, გააკეთა ინვესტიცია Bloom-ში უკვე მეორეჯერ. ეს ბევრ ამაზე მეტყველებს, ხო ხდებით. თავარია მოთმინება ვიქონიოთ და მივყვეთ პროცესს, ხო ხდებით. აი ამ პროცესში ყველაფერი მოვა, ის სწავლაც, ის განათლებაც და ყველაფერიც რა. ნუ Bloom-ს რაც შეეხება, აი Bloom იმიტომ ვცემ ზოგადად მაგ პროექტს პატივს და იმიტომ ჯერა მაგ პროექტის ბოლომდე რომ თვითონ გუნდი ვინც მაგ პროექტს აკეთებს ძალიან ხშირად დიახ. და ნუ ძალიან დიდი გეგმები აქვთ, აი ძალიან დიდ შრომასთან არის ეგ დაკავშირებული და რესურსთანაც ამავდროულად. და ეგ მარტივი თემა არ არის, როგორც აი მაგალითად ჰამსტერი დალისტეს და კი ვიცით რაც მოხდა. კი ბატონო, აი ვაფშე არ ვიცოდით ვინ იყო უკან. ვინ იდგა უკან ჰამსტერის უკან, იქ რაღაც თეორიები იყო, ის იყო, ასე იყო, მაგრამ Bloom-ის უკან ვიცით ვინ დგას, ვინ ასპონსორებს, ვინ უდგას გვერდით, იქ ვიცით რომ Smerkis-ი CEO, იქ ხანდახან სინგაპურში დაფრინავს, ხან კორეაში, ანუ ადამიანი მუშაობს, რომ მოიზიდოს ინვესტიციები და ეს არ ხდება, რომ ერთ დღეზე არ აშენებულა, ხო ხდებით რა. ეგრეა ზუსტად, თან საკმაოდ დიდი გუნდი ყავთ, ან მასშტაბებსაც თუ შევხედავთ. კი ბატონო, საკმაოდ კაი გუნდი ყავს და დიდი. კი ბატონო. კი. როგორ ხედავთ აირდროპებს, როგორც აი მარკეტინგულ ხრიგს, ასე ვთქვა და ან მარკეტინგულ ინსტრუმენტს რა, ხო ხდებით რასაც გულისხმობ. კი. იმენა აირდროპი, როგორც აი თავიდანვე ვახსენე, ძალიან დიდი მარკეტინგული სტრატეგია და ხრიკია. ეს არის აუდიტორიის მოზიდვის ყველაზე მაგარი წყარო, ჩემი აზრით, ხო ხდებით, იგერ ჰამსტერი ავიღოთ, მაგალითად 300 მილიონი მოთამაშე ყავ. ნუ რა თქმა უნდა 300 მილიონი ეხა არ იქნებოდა, მაგრამ ეს რიცხვები იყო. ჩვენ დავინახეთ, რომ Telegram-ში იყო ნომერ პირველი აპლიკაცია ადამიანთა რაოდენობით, ხო ხდებით. ჩემი აზრით ეს დამოკიდე, აი მაგალითად ხო იყო ჰამსტერი ტონის ეკოსისტემაში, ეხა აქ იყო გათვლა იმაზე, რომ აი ამ ადამიანებს, აი ამ დიდ მასას, აი ამ დიდ აუდიტორიას ნაწილ თუ ყველას ერთად მოკლედ შეეწყიდა იქ ცოტა ტონი, ხო ხდებით. იქ ვიღაცას ხო ხდებით კიდევ სხვა კოინი და ასე შემდეგ. ეს დიდი მარკეტინგული ხრიკია, რომ აუდიტორია ახალი ადამიანები, ვისაც საერთოდ არაფერი არ გაიგება კრიპტოში, შეყარონ იმაზე, რა ქვია, ბაზარზე რა. შეყარონ ბაზარზე და ჩემი აზრით ეს ხრიკი ძალიან მალე გაამართლებს და იმენა ბულდანი რო პიკში იქნება ზუსტად ეს ნაკადი ეს ადამიანები რომლებიც მოიწვიენ ესე იგი აი ამ აირდროპებით ხო ყველა წავა ბაზარში მაგრამ ეს ადამიანები რო წავლენ ბაზარში ეხა რო შეყრიან იმენა ბაზარში ხო
მაგ დროს უკვე დაიწყებენ მაღალ ფასებში ყიდვას და ზუსტად მაშინ მოხდება ძალიან დიდი კორექცია, მაშინ მოხდება ესე იგი დიდი ფულების დაკარგვა. მე ადამიანები დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ კრიპტო სკამი არისო. ამიტომ წინასწარ უნდა უთხრათ, ვაცოდინოთ ადამიანებს, რომ რაც უფრო ადრე შემოხვალ კრიპტო სივრცეში და რაც უფრო დაბალ ფასში შეიძლება თუნდაც ბიტკოინს, თუნდაც ეთერიუმს ან სოლანას ნებისმიერ კრიპტოს ფუნდამენტალურ კარგ ქოინებს, მით უფრო მაღალი იქნება შანსი, რომ მერე, როდესაც სხვა შემოვა და სხვა დაიწყებს კიდვას, შენ მაგ მომენტში გაყიდო. ხო ხდები? და დააფიქსირო შენი მოგებები. ნუ მე ზოგადად აიდროპები მარტო ასე ვთქვათ ხელში დასაჭერი ფულა და არ წარმომიდგენია, იმიტომ რომ ბევრი აიდროპი ვიცი, რომელიც მაგალითად თვითონ კომპანიის პოინტებს გაძლევს, ასე ვთქვათ და შეიძლება მე რაღაც ბენეფიტები გქონდეს იმ კომპანიის. ასევე კრიპტო ბირჟები შეგვიძლია გავიხსენოთ CXO, OKX-ი მაგალითად რა, რომლებიცაც აქვს აიდროპები და დღესაც ფუნქციონირებს. კი ბატონო. ფაინანსად აქვს თავის, რომელიც წესით მეოთხე კვარტალში ამბობენ, რომ დაილისტენ. მე ეგეთი მომწონს ზან თუ გაგიგეთ ესეთი ქოინი ატომი, სტეიკ ატომ, ესეთი საიტი არის ატომის სპეციალური და ატომის დასტეიკებაში მაგალითად იქ ძალიან ბევრი ქოინი აირდროპი მოგდის. უბრალოდ ატომი რო გაქვს დასტეიკებული. ხო ხდები. მე იმ ქოინს რო დაასტეიკებ, რომელსაც მაგალითად ეს ატომის სტეიკი მოგცემს, იმის რესტეიკი შეგიძლია კიდევ ის სხვა ქოინს გაძლევს აირდროპად და ასე შემდეგ. ანუ მე ეს ძალიან მიყვარს ატომი ქოინი ზოგადად ეს ატომის სტეიკი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო რაღაც არის რომ უფასოდ მიიღო ესე იგი პასიურად მიიღო შემოსავალი რა ძალიან დიდ თანხები მიუღიათ ადამიანებს უბრალოდ რომ მაგალითად თუ ღირდა ატომი $4 ხო დაუსტეიკებია ადამიანს $300-400 ატომი და შემდეგ აირდროპის მომენტი რომ მოსულა ხო დაჯილდოვების მომენტი რომ მოსულა $1200-1300 ქოინი დარიცხვიათ ჩვეულებრივად და ჩვეულებრივი ამბავი არის ეს მოხდებით რა და თითოეულ ბირჟას როგორც თქვენ თქვით ეხლა მაყურებელს შევახსენებ რომ თუ აქამდე უყურებენ ვიდეოს აუცილებლად დაალაიქონ და გამოიწერონ აუცილებლად გამოიწერეთ დაალაიქეთ უსახლოვების არხი ძალიან კარგი წამოწყება არის და უნდა განვავითაროთ ეს სივრცე რა ინსაიდერის არხიც აღწერაში იქნება ყველა ლინკი და შეგიძლიათ გადახვიდეთ გამოიწეროთ და მიიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია ამის შესახებ ძალიან კარგია იმენა. ლაიქები და გამოწერები პირდაპირ мотивაციას მოგცემს, ასე თქვათ, რომ მეორე ვიდეო რაც შეიძლება მალე დავდოთ. და ნუ რა თქმა უნდა. სტებით ყველანაირი მინუსი გამოვასწოროთ ეტაპობრივად ახლა. ნუ პირველი ვიდეოა და რაღაც ხარვეზები რა თქმა უნდა იქნება და ნუ ეგეთ ჩემი აზრით არ იქნება დიდად პრობლემა, გაგვიგებენ მაყურებლები. რა თქმა უნდა, თავარი არის წამოიწყეთ ეს მეგობრებო. კიდევ ერთხელ წარმატება მინდა გისურვოთ. კარგია იმენა. უნდა გავაცნოთ ეს სივრცე, ავი, ქართველებს, ადამიანებს და ვისაც ფული რო აკეთოს ახლა, ფული რო გააკეთონ ადამიანებს, არავის არ აწყავს ხო ხდება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ინსაიდერს აქვს ტელეგრამის ჯგუფი, რომელიც არის ძალიან აქტიური. და რამდენჯერ დამისვია მეც თუნდაც კითხვას, აი ნებისმიერ მონაკვეთში პასუხს გსემენ და ძალიან კარგი რაღაცაა ზოგადად ეგეთი რამე რო გვაქვს საქართველოში ესეთი აქტიური ჯგუფი და ამდენი ხალხი ვინც პირდაპირ მნიშვნელობით ჩართულები არიან ამ სფეროში ნუ მე პირადად мотивაციას მაძლევს ხა კარგია, აბა ზუსტად აი მიზანი მაგი იყო, აი პირველად YouTube არხი რო შევქმნი, მაგალითად საერთოდ არ მინდოდა Telegram-ის ჯგუფი რა, მაგრამ მე დავფიქრდი რომ ეხა აქ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, ისეთი ადამიანი, ვისაც შეიძლება არ იცოდეს ის ელემენტარული რაღაცეები. ყველა ვარიანტში ესე იგი სიტუაცია მოითხოვა, აი ამ პროცესს მოითხოვა რომ Telegram არხი შემექმნა და იქ ადამიანები ზოგი შეიძლება გუშინ შემოვიდა მაგალითად ვიღაცა ერთი ადამიანი რაღაცა კითხვა დასვა საერთოდ ისეთი რომ ზოგ შეიძლება სხვას გაცინებოდა, მაგრამ როცა შენ იცი მაგალითად რომ დახმარება ჭირდება სხვას, ხელბანსო ნათქვამია, უნდა დაეხმარო ხო ხდები და მაგიტო შევქმენდი რა, რომ ადამიანებმა იქ ერთმანეთს დაეხმაროს რაღაც პროცესი წარმოიქმნას ხო ხდები და ეხა მაგალითად მე რომ ვიდეო არ დავდო ერთი 10 დღე არხზე თუნდაც ხო იქ ვიცი რომ Telegram ჯგუფში იქ არიან ადამიანები, ვინც ერთმანეთს დაეხმარება რა და ეს კარგია რა, დახმარება კარგია ზოგადად რა. ნუ ხო, მაგია საცილო არაფერი არ არის რეალურად საქართველოში ეხლა ინერგება ეგ ყველაფერი და პირიქით დავეხმოთ რაც შეიძლება მაქსიმალურად. ნუ კი ბატონო, ძალიან კარგ დროს დაიწყეთ იუთუბერობა, იმიტომ რომ აი ახალი მაშინ ჰამსტერი ახალი დაწყებული იყო ბლუმის და ნუ საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღეთ თუნდაც თქვენგანაც, იმიტომ რომ
მაშინ ჩვენთვისაც ასე თუ ისე უცხო იყო რაღაც ახალი პროექტები შემოდიოდა, ახალი მექანიზმები მქონდა, ფუნქციების და ასე შემდეგ. კი და კიდევ ერთ რაღაცას მინდა შევეხო, ეს რა თქმა უნდა, როდესაც რაღაცას აკეთებ, შენ გზაზე რაღაც წინააღმდეგობები გექნება. ეს შეიძლება სიტუაცია და გარემოება იყოს, ან კიდევ შეიძლება ადამიანები იყვნენ რა. მაგრამ შენ თავარი ამას არ შეხედო რაღაც ნეგატიურად. იყავი უნდა იყო პოზიტიურად და აკეთო შენი საქმე, ხო ხდები და ყველაფერი გამოგივა რა. ისიც დამაბრალეს, რომ შენო რუსების მოგზავნილი ხარო Telegram-ს რო აპიარებო, ხო ხდები და რა თქმა უნდა, ამან შენში პოზიტივი გამოიწვია და სიცილი დავიწყო. ესეთ რაღაცას რო გეტყვიან, ხო ხდები, გაგეცინება რა. ეს მასაცილო ამბავი. ესე იგი რაღაც გაგიკეთებია რა. ეგრე უნდა ხო რა, რაღაც გაიკეთებია რა. შენ ხო იცი რომ აი საქმეს აკეთებ და უნდა მიაწვე ბოლომდე რა. ჰეითერები სული არსებობენ და იქნებიან გაგაკრიტიკებენ არეზარებად. რა პრობლემა. კი, აქვე აი ხალხს რო შევახედოთ ასე ვთქვათ, ის აიდროპები, რასაც ჩვენ ვიყენებთ და ვაკეთებთ ასე ვთქვათ, აი ეს მემჰაში დიახ, ძალიან კაი პროექტია. იმენა ეს მაინინგ პროექტი, ეს არის აი ეს პროექტში უეჭველი უნდა მიიღო ჩემი აზრით მონაწილეობა, რაღაც მინიმალური თანხის ჩადებით აქ ძალიან კაი პროდუქტთან გაქვს საქმე რა. ძალიან კაი პროდუქტთან გაქვს საქმე რა. არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას. ეგ არაფერი კაცო, არა. ახალი ნაყიდი გვაქვს, ახლა იქ აუდიტორიას უყურებდით და ნუ სწავლობდით რა, ასე ვთქვათ. ახდებოდა მე გააპიარე შენს და. კი ბატონო. მემჰაში ძალიან კაია. კი. მარაგი აქ მილიარდი ქოინი. ხო ეგრეა? დიახ. Total supply მილიარდი ქოინი არის. რაც უკვე ძალიან კაია. კი, ძალიან. აი მაგალითად ეხა გამოვიდა ინფორმაცია Ton Station თუ თამაშობთ, ტოკენომიკა გამოუშვეს 70 მილიარდი ქოინი იქნება და აი მემჰაში თუ შევადარებთ აქ მილიარდი ქოინია. ხო წარმოგიდგენიათ ეხა? Ton Station-ზე რამე ახალი თუ არის, ბარემ რო თქვა აქვე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბევრი ხალხია, რომელიც ელოდება მათ შორის ჩვენს. ხო, სხვათა შორის თავარი რაც უნდა გაგეკეთებინათ Ton Station-ში, ესე იგი მაგალითად, იქ ჩეკლისტი უნდა გაგეკეთებინათ, აუცილებლად და წარმოიდგინეთ ახლა 10 მილიონი მომხმარებელი ყავს Ton Station-ს და აი ამ 10 მილიონიდან drop eligible გახდა 800,000 ადამიანი. მხოლოდ 800,000 ადამიანმა შეასრულა ეს ჩეკლისტები და 800,000 ადამიანი მიიღებს drops. ნუ კი მე მქონდა ამაზე ვიდეო ჩაწერილი, მაგრამ არ ვიცი, იმედია ჩვენ ვინც ვართ მონაწილეობას ვინძღებულობთ, აი შენ მაგალითად eligible ხარ, ახლა ჩვეულებრივად ხო ხდები? აი მე პირველი სეზონი ასე ვთქვათ, 5 აკაუნთით ვუტევ მე და 5 აკაუნტზე გავაკეთე ტრანზაქცია, ის ბალანსები მაქვს ასე თუ ისე და ნუ გიოსაც ძალიან კარგია. პრობლემა მე პირადად ეს რამდენიმე აკაუნტი რომ მქონდა შემექნა wallet-ებზე და ბევრი წერდა კიდე შენს ჩატშიც რომ ამაზე იყო პრობლემა და აი მაგასთან დაკავშირებით რამე ინფორმაცია ხომ არ აქვს. როგორ თუ რო გამიმეორე შეგიძლია? აი ნახე სიტყვაზე 3 აკაუნტი ხო შეიძლება რომ მიაბა ერთ Telegram-ზე. კი ბატონო. ხო, და აი პირველ აკაუნტს როცა აბამ და ესე იგი ეს wallet-ს ხო დანარჩენებსაც იგივე wallet-ი ებმეოდა. კი ბატონო, მაგიტომ და ბოლოს დარჩა ეგ ის იგივე wallet-ი. კი მე ბევრთან ასეთი შემთხვევა იყო. მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი და მაგაზეც რო გითხრათ ერთი სიტყვა. ანუ ნახე, ჩემი აზრით ახლა ეგ პრობლემას არ ამგონია რომ შენ ახლა 3 აკაუნტის გამო რაიმე პრობლემა შეგექმნას რომ შენ 3 აკაუნტზე ერთი და იგივე მისამართი გაქვს. მომენტი იყო, სანამ ესე იგი ჩვენ ეგ ჩეკლისტი იქნებოდა, მიდიოდა ასე ვთქვათ, ჟარგონულად ვიტყვი, გაცხელო აკაუნტების bot firm-ებზე. თუ შენ ახლა გაიარე ეგ მომენტი ხო, всё, სანერვიულო არაფერზე არ გაქვს, შემილია ის გირჩიო რომ ერთი აკაუნტი მაგალითად ოფიციალ Telegram-ი ჩაწერებს, მაგალითად კომპიუტერში ან ტელეფონში ერთი აკაუნტი კონდეს, ესე იგი. ტელეფონში მეორე აკაუნტი კონდეს, ესე იგი. კომპიუტერში კონდეს მეორე აკაუნტი ოფიციალურ Telegram-ის აპლიკაციაში და მესამე აკაუნტი კონდეს, აი ეგეთი პროგრამა როგორიც არის LD Player-ი, ესეთ ემულატორზე ჩაწერო. და აღარ აირევა ეგ მისამართები. მე ეგრე მოვაგვარე ეგ პრობლემა. აქვე ვახსენოთ პაუსი რომის ხსენებას უბრალოდ არ შეიძლება. დიახ. კი, ნუ განახლებაც გამოვიდა ეხა.
ტრანზაქცია უნდა გავაკეთებინა ეგრე კი ხო ბატონო, კი ბატონო. და ნუ თასკებს ავიღებდით აქ კი, აი მაგალითად მე ახლა ლაკი სამჯერ დავრიცხე და არ მომცა ლაკი. კი მე ხვდები, ჩემს ერთ მომცაო მეგობარს ეგრევე მიცა 0.1 ტონზე მიცა და ასე შემდეგ. მე მომცაი ხო. აი პაუსზე მე პირადად ძალიან დიდი იმედები მაქვს და რა ვფიქრობ დოქსის კონკურენტი შეიძლება გახდეს ჩემი აზრით. გეთანხმები დოქსის კონკურენტი აუცილებლად იქნება პაუსი. თუ იქ სოლანა ჩაერთვება, კონკურენტი კი არა, მე უკვე დოქს მოუწევს ასე ვთქვათ, რაღაცეები დაამტკიცოს. ნახოთ. აი და თვითონ როგორ ის იქნება. ფოტო იყო ნუ ამაზე ვიდეო შენს გედო თუ სწორად ვიცი და კი კი და აი ამ ფოტოზეც ბევრი რამეა ასე ვთქვათ ნაჩვენები რო დავაკვირდი კი ბატონო. კი ბატონო, ძალიან ბევრი მინიშნება არის. კი ნუ სავარაუდოდ აი ამ თარიღებით თუ ვიმშელებთ აქ 30 დეკემბერს სავარაუდოდ პრემარკეტი იქნება ხალხი ამას ისეაც იძახდა ტელეგრამზე კი არა ტვიტერზე თვალს ვადევნებ და სავარაუდოდ იანვარში იქნება ლისტინგი ხო კი ბატონო. ეს მე ყველაზე მეტად ის მომწონს აი ამ ფოტოში, აი თუ დავაკვირდებით ოქროს ხარი რო არის, ეს რაღაც ანუ აქ დიდი ამბიცია იგრძნობა ამ პროექტიდან და იმედია გაამართლებენ ამ ამბიციებს რა. კი ძალიან თუნდაც აი ეს ასე ვთქვათ ფრენის ბილეთი როდევს ეს კი ბატონო. დუროვის გათავისუფლება ბევრ ამას შეცვლის და ვნახოთ იმედია ყველაფერი მაგისკენ წავა. კი შეიძლება ეხა ეგ ადამიანი რუსეთიდან არის, მაგრამ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ჩვენ გვეხმარება, ესე ამით დავიწყოთ და ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ამით სხვას ვეხმარებით, ხო ხდებით რა? ეგ ადამიანზე ბევრი რამე არის დამოკიდებული, ხო ხდებით და ჩემთვის მაგალითად მინდა რომ კარგად იყოს, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ და ყველა კარგად იქნება, ხო ხდებით რა? ნუ დაგვაჰეითებთ მაგის გამო, იმიტომ რომ ხო რა. შეიძლება რუსია, მაგრამ კარგ საქმეს აკეთებს, შეიძლება რუსეთშიც იყოს კარგი ბოლო ეთერიუმი შემქმნა ის რუსია და კი ბატონო, ბუტერინი კი ბატონო. ეგ ვაფშე როგორი ტიპია რომ დააკვირდეთ, რა ვიცი. კი, ფოტოს ჩავაგდეთ. კიდევ რა პროექტ შევეხოთ აბა. მე მჰაში ვთქვით პაუსი ჰარტია. ტონდაო თავიდან რომელიც იყო გოუცები უკვე დაილისტა და გავიტანეთ აქ ტონდაო სხვადასხვა ტონდაო ახლა გამოჩნდა, ვითო არავის არ აინტერესებდა ტონდაო, და იქ რაღაც ინსაიდები წამოვიდა, იქ პარტნიორობენ ტონი რაღაც უეჭველი ინვესტიციას გააკეთებს აი ამ აპლიკაციებს გავში ინსაიდები წამოვიდა და უკვე ინფლუენსერებმა არავის რო არ უხსენებია ტონდაო უკვე დაიწყენ ამის გაპიარება. ნუ რა თქმა უნდა ეს იმიტომ მოხდა ასე რომ ტონდაოს ესე იგი ლისტინგი უეჭველი იქნება, ეს კოინი უეჭველი დაიბადება ასე ვიტყვი და ეს ამას აზიარე ახლა აანალიზებენ ამას ახლა ინფლუენსერები, დიდი ბლოგერები და რეფერალების მოწვევის მიზნით უკვე აი ამ პროექტს აჰაიპებენ რა, ამიტომ ითამაშეთ ეს ტონდაო ძალიან კაი პროექტია ჩემი. უბრალოდ ამ დიდ მგვალ ასე ვთქვათ ბუს აჭირდა და ველოდები სამ ბოლომდე არ შეივსება და ნუ საკმაოდ ცოტა დრო მიაქვს და ნუ სოლიდური თანხის მოხსნა შეიძლება აქედანაც. კი ბატონო, ტონდაოს კაი ის აქვს, რა ქვია. კაი ფუნდამენტი აქვს. კი ბატონო, ვიქოინს ძალიან მჯერა ვიქოინი. მაჟორი იყო კიდე, აი სასწაული პროექტი იყო, სასწაულები გააკეთა. ხო მე საკმაოდ კარგად გავიტანე მაქინას რაღაცა $900-მდე გამომივიდა. შვენიერი. ხო და ნუ მოკლედ ამიტომ ანუ თავარი მეჟორიდან ახლა მაგდის ნამდვილად არ ველოდებოდი რაღაცა ალბათ მაქინა მქონდა $150 გათვლა რომ მივიღებდი, თუმცა ასეც მოხდა და მაგიტომაც არის სწორად რომ აი თუ გააქვთ საშუალება და დრო, ამიტომაც მაქსიმალურად უნდა იცადოთ რომ ყველა პროექტი ითამაშოთ ასე თუ ისე რა. კი, აუცილებლად. 10 აკაუნტი აქვს როგორც წინა ზემოთ თქვი და ყველა აკაუნტზე არ გაუკეთებია ტრანზაქცია და შესაბამისად რამდენიმე აკაუნტი დაეკარგა კიდევაც. მაგრამ ანუ ხო 10-დან დამერიცხა მარტო მთავარ აკაუნტზე ერთზე რა. პირველზე საიდან რეფერალები მყავდა დანარჩენი აკაუნტები. კი ბატონო. OKX რეისერი ვახსენეთ წეგან ესეც არის. ხო, აი CXIOS-გან რაღაც პასიურობენ ძალიან და არ მომწონს ეგ სიმართლე რო გითხრათ, ველოდები რაღაც ისეთი განახლება ან ისეთი რაღაც ანაუნსმენტი, რომ ცოტა გული გაგვახარონ, იმიტომ რომ ბიძინებულები არიან, არაფერი ისეთი არ გაუკეთებიათ ჯერ რაღაცა, რომ
დავწუნდეთ რა ბევრ მე რაღაცას. ასევე საკმაოდ მომწონს აი იბოტი რო არის თუ იცით. ნუ აი ნელ-ნელა უკვე ტელეგრამზეც შემოდის ეს მაინინგის სისტემა რა, მანამდე თუ კი, კლიკერები ბატონო. იყო და ის უკვე მაინინგზე გადადიან ნელ-ნელა. კი, და ეგ ძალიან კაია იმედ, სანამ კაია რა. შეგვიძლია უნდა გამოვიყენოთ რა ხელა გასაშვები ნამდვილად და რა იცი მე რა ხდება რა. ხო, ბაზარი არა და ანუ კიდევ ერთი რაღაცა მინდა თქვა, ანუ ადამიანებს მინდა მივმართო არ შეხვიდეთ რაღაც ამ როგორ სივრცეში ისი, სადაც ის სკანდალებია და სადაც ნეგატიური ინფორმაციები არის რა. კი, კრიტიკა საჭირო არის, მაგალითად ნებისმიერი პროექტის კრიტიკა საჭირო არის, მაგრამ ჯანსაღი კრიტიკა, მაგრამ იქ იმაზე ფიქრი, რომ შენ ახლა მაგალითად შენ როგორი რაღაცა არის, იცი? თუ მაგალითად იმ გამოქვაბულში მოხდები, სადაც მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციები არის, ხო? ვეღარ დაიჯერებ იმას და ვეღარც ისე იქნები, ისე მოხოდილი, ისეთ ვეღარ მიუდგები, რომ შენ იქ ფული გააკეთო, კაი რა, ამიტომ იმ ნეგატიურ სივრცეში არ შეხვიდეთ, მაგალითად, ხო ხდებით რა, რასაც ვამბობ. ვიყავით პოზიტიურად სულ და აკეთეთ რა. იმუშავეთ, ეს არის სამუშაო, იგივე სამუშაო არის რა, ჩვეულებრივად. თავარი არის მიდგომა, როგორ მიუდგები. კი, ნამდვილად ეგრე არის და არ არის რა ხელწამოსაკრავი თემა ასე ვთქვა. თან რაც ყველაზე მთავარი, უბრალოდ ცოტა დროს უთმობ რაღაც მარტივ დავალებებს ასრულებ და ამის სანაცვლოდ იღებ რაღაც გარკვეული სახის coin-ებს, რომელიც შეიძლება გადაცვალო და გაანაღდო, ან კიდე დატოვო როგორც ინვესტიცია და რა იცი მე რა ხდება. ერთმა ადამიანმა დღეს ჯგუფში დაწერა ესეთი რაღაცა, სამსახურში ვარო ეხავ და სამსახურის კომპიუტერში მაქვს გაშვებული მემჰეშიო და აქ ვამაინინგებ ეხა. რა ჯობია ამას, ხო? სამსახურში ხარ და პარალელურად კიდევ ფულს აკეთებ იგერ მაინინგით და შენი რესურსი ამით არ იხარჯება, არავითარი. მაქსიმუმ ის გამოც იყიდი რა იმ მემჰეშს. ეს თვითონ ბიტკოინის ჩარტია, გესნობათ ალბათ. კი ბატონო, კი ბატონო. 100.000 მიაღწია. კი. და ჩემი აზრით მალე 115-ის გახდება. ეხლა ველოდები რომ 115-მდე წავიდეს რა. კი. 115 აი კორექცია ექნება კიდე, მაგრამ ბულრანი ახლოსაა აშკარად. კი, აი ნახე როგორ გითხრა ეხლა. ერთი კაი გრძელი სანთელი რო არის წითელი, ნახეთ, ბოლო ტრენდში, ნახე? აი მარცხნივ რო სანთელი არის. აი აქ ძალიან აი მარცხნივ, კიდევ მარცხნივ რო არის, მარცხნივ კიდევ. ეს. აი ხო, აი მან და კიდევ აი ეს სანთელი რო არის, ორი გრძელი სპაიკი რო აქვს, ხო? მან გაპარს ეს კი, მან ასე ვიტყვი ჟარგონულად, წინა დღეს მოხდა, მთლიანი ბაზარი რო დაეცა, უკან წამოვიდა რა. ხო ხდება, მან ძალიან ბევრი ადამიანი გაპარს ეს და რა ვიცი. ნუ ეგ არის ფსიქოლოგიური თამაშები, იმიტომ რომ ნუ ეხა ბიტკოინი ყველასთვის მომგებიანია თქო ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ვისაც ასე ვთქვა სულ მენტალიტეტი აქვს და ვერ ეგუება იმ პატარა მინუსებს, რასაც შეიძლება ხედავდეს ყველა ადამიანი, ნუ აქ ბევრი წააგებდა, ეს არის რამდენი პროცენტიანი. აგე 6%-იანი ვარდნა ქონდა აი ამ სათელზე თვითონ და აი კორექცია ახლა რაც იყო ხო აი ეს დავარდნა მეც ახლა პირადად პორტფელი დაახლოებით 40%-ით ჩემი მცირდა. ანუ ეს საჭირო იყო რა და ეს ვარ ყოფილიყო ახლა და უფრო გადაწეულიყო ეს კორექცია შესაბამისად და ალთ სეზონიც გადაიწეოდა რა და ეს პირიქით ჩვენთვის უკეთესი არის და თუ ვინმე hold out ამ coin-ებს ზოგადად ხო ანუ არ უნდა შეგეშინეთ რა ეს პირიქით კარგი იყო ყველაფერი კარგად იქნება და ეს არაფერი არ არის რა დღეს თუ გონდა 30%-იანი ერთ თვეში 60%-იანი ზრდა იქნება და აი ეგრე არის რა ეს ესეთი თითეული დავარდა შენი შესაძლებლობა არის რომ უფრო დაბალში იყიდო ესე უნდა მიუდგე ხო ხტებით რა ფინანსურ რჩევებს რა თქმა უნდა არ ვიძლევით, მაგრამ უბრალოდ ჩვენ გამოცდილებას გიზიარებთ, თუ რატო არ უნდა გაყიდოთ. მით უმეტეს ახლა ისეთი ეტაპია, რომ ნახევარი მსოფლიო ბულრანს ელოდება ძალიან მალე. უკვე ახლოსაც არის. კი. ტრენდი კარგად გამოიყურება თვითონ ბიტკოინის, აღმავალი ტრენდია და უკვე კაია. სულს დაქონდა ბიტკოინს და რა ვიცი, დოჯკოინია კიდე. კი ბატონო. საულები იქნა ამ ბოლო დროს. აი, იგია რა ქვია. Twitter-ს თუ აკვირდებით ინფორმაციებს თუ აზიარებთ, აგერ Doge coin-ი ახსენე და meme coin-ებს შევეხთ რა. Elon Musk-მა გააზიარა წინა დღეს Pepe-ს ფოტო. Pepe-ს ფოტო გააზიარა Elon Musk-მა, ხო ხდებით და მე ახლა გაურკვევლობაში ვარ რატო?
რატო დოჯი არა და რატო პეპე ხო ხდებით? შეიძლება ახლა აილონ მასკი აპირებს პეპე მოხოდოს. მან ისა ეგ პეპეს ფოტო კი იყო, მაგრამ ბევრი ვარაუდობდა, რომ ეგ თვითონ პეპე რომელიც არის ქოინი, მაგის ფოტო და ეგ არ ქონდა რა ნაგულისხმები. სხვა პეპე იყო და იმაზე ემატებოდა ფასი. ამ თავარი პეპე რომელიც იყო, მაგ პოსტის დადებიდან შემდეგ, ფასი არ მომატებია რა, საგრძნობლად. და არც დავარდია და საქმეს არც ხო. დაუვარდა პეპეს პასი. ძალიან მიყვარს ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ქოინი არის პეპე. იმენა ძალიან დიდი ხანია ვაგროვებ პეპეს, ძალიან დიდი ხანია ვაგროვებ პეპეს. პეპე ქოინ მარკეტ კაპზე. მისი ქოინ მარკეტ კაპი, ანუ ბიუჯეტი თუ ზოგადად ვიძახი არის 10 მილიარდი. რაც არა ცოტა თანხა და თითქმის ყველა ყველა ბირჟაზეა დალისტული. და ძალიან ბევრი აიდროპი და პროექტი აქვს ამ ქოინს რა. მაგარი ქოინია. ხო, სარისკო არის, მიმქოინი არის, მაგრამ ფუნდამენტალური მიმქოინი არის. პეპე იმენა, სარისკო ინვესტიცია, მაგრამ ფუნდამენტალური. ყველა მიმქოინის არისკოა შეგვიძლია. კი ბატონო. კი ბატონო. და მიმქოინებს ძალიან დიდი დადაკლება აქვს. კი ბატონო. კიდე შეგვიძლია ნახოთ XRP, რომელმაც სასწაულები იქნა, რასაც. კი ბატონო, XRP. ნუ რამდენი ხანი ელოდნენ ახლა XRP-ის ჰოლდერები ამას, რა ვიცით, წლებია უკვე ელოდებიან. და კი ბატონო. თვის წინ იყო $1, აი 66 ცენტზე იყო და ერთ თვეში მაქსი თავისი all time high ქონდა. აი ეს არის all time high $2 და 84 ცენტი. და რამხელა ზრდა არის უბრალოდ 276% აქვს ერთ თვეში. ხო. ახლა ხო შენ დარწმუნებული იყავი მაგალითად იმაში რომ XRP გაიზრდებოდა. მე მაგალითად დარწმუნებული ვიყავი. იმენა დარწმუნებული ვიყავი რომ გაიზრდებოდა XRP. მე ახალს მგონია რომ გაიზრდება კიდევ. კი ბატონო. აი ბულრანი რომ გაიწყება, ყველა ქოინი ასე თქვა თავის all time highs მოხსნის რა. ტონქოინის ბევრი აღარც არაფერი უკლა. მაგრამ ტონქოინზე ძალიან დიდი მოლოდინები არის, იმიტომ აიდროპები ესეთი შემოსულია. კი. სუი ძალიან კაია. არის და არის, ნეარიც მაგარია. კი ბატონო. ნუ AI სეგმენტში ნეარი ძალიან კაია. ძალიან. ნუ მაგან თავისი გასაკეთებელი ერთხელ უკვე გააკეთა და ძალიან მაგარი ის იყო, ძალიან მაგარი. კი ბატონო. ის აგერ Shiba Inus ნახავთ ეხა ერთი წუთი. კი, აი თუ ის დავინჩი რო არის, ვინც იძახდა რომ ბიტკოინი $1-ზე იყიდეთო, $1 იყიდეთო. კი. ის ხო, ეხა იძახის რომ Shiba იყიდეთო, ხო ხდებით. ნუ არ ვიცი ეს რამდენად მარკეტინგ, რამდენი გადაუხადეს, შეიძლება გადაუხადეს ფული, მაგრამ ეხა იძახის რომ Shiba იყიდეთო, ხო ხდებით. ნუ პეპეს მე პირადად მეც ხოლდავ Shiba-ს უბრალოდ პეპეს კი არა. დიახ. კი, ნუ Shiba Inus 16 მილიარდი, თითქმის 17 მილიარდი აქვს მარკეტ კაპი. Shiba-ს, კი ბატონო, Shiba-ს. თან Shiba swap-ი აქვს და ძალიან მაგარია. თავისი ის აქვს, რა ქვია რა. პლატფორმა Shibarium-ი ხო ხდებით და კაია, Shiba კაია. აი ფუნდამენტალურია, აი ამით იგრძნობა უკვე რომ ფუნდამენტი აქვს Shiba-ს ხო ხდებით და კაია. და თვითონ მარაკში ძალიან ბევრი, აი ძალიან დიდი რაოდენობით ქოინი აქვს რა. აი ძალიან დიდი რაოდენობით. მე როგორც მოვისმინე ახლა მაგალითად ანუ არ ვიცი ეს ახლა რამდენად შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ წლევანდელი ბულრანი რასაც ელოდებიან ახლა რა ვიცი, ძალიან ბევრ კრიპტოანალიტიკს მოусმინე, რავი. სულ უსმენ და რაღაცას ვკითხულობ და ოქროს ბულრანი იქნებაო, ანუ მსგავსი ციკლი რო იქნებაო, ახლა ძალიან დიდი ხანი აღარ იქნებაო რა. ნახო, იმედია, ღმერთით იმედია ეგრე მოხდება და ყველანი ვიხეირებთ, ვინც ვართ ამ თემაში ჩართული. იმედია. ნუ ოქროზე ბევრი რამეა დამოკიდებული სხვათა შორის. აქვე მინდა რომ თქვა BNB, Cardano, Tron, ნუ ძალიან ბევრი ქოინი არა, რომლის დაჰოლდვაც ღირს და დასტეიგება. კი, Cardano ძალიან კაია, Cardano. ნუ აი ტოპ 100 რომელი ქოინიც არის, ჩემი აზრით, თუ პირველი ნაბიჯები არის თქვენი კრიპტოში, უნდა მოიძიოთ აი ტოპ 100-დან ინფორმაცია თითოეულ ქოინს და იქ ყველაზე მეტად რომელიც დაგაინტერესებს თქვენ, აი შემდეგ იმაში უნდა გააკეთოთ ინვესტირება. კი ბატონო. და რისერჩებია საჭირო და ნუ ბაზარზე ყურება, ასე თქვა, თვალის დევნება რა, როდის იქნება თქვენთვის ყველაზე რენტაბელი. კი ბატონო, ჩართული უნდა იყოს, შეისწავლო, საინტერესოც არის, ფულთან გაქვს შეხება.
საინტერესოა ეს ყველაფერი, ძალიან კაია რა. ანუ ყველაფერს თავი გამარებოთ, შენ რაღაც skills ანვითარებ. აი ამ ყველაფრით, რო იქ უყურებ ვინ მუშაობს, რამდენი არის ინვესტირება იქ, რა პრობლემას აგვარებს ეს coin-ი მაგალითად და ასე შემდეგ. ანუ ბევრ რამეს ისწავლი და ეს კაია. ცხოვრებაშიც გამოგადგება მე ყოველდღიურობაში ეს სკილები, რაც კრიპტო გასწავლის რა. ჩემი აზრით, რავი. ეს არის კრიპტო ბაბულსის საიტი არის ასე ვთქვათ, რომელიც გვაჩვენებს ბაზრის ასე ვთქვათ რა მდგომარეობაშია ბაზარი. აი დღეს კი ბატონო. ერთი დღის მას ინტერვალს თუ ჩავსვათ მაგალითად დავინახოთ ყველაფერი მწვანეზეა ძალიან მაგარი არის. ძალიან კარგია, ძალიან კარგია. და ნუ აქ ყველაფერი შეგვიძლია ვნახოთ აქ ფასი როგორც ფასი ისევე მარკეტ კაპი როგორ იზრდება. აი ბიტკოინის რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მარკეტ კაპი იქნება, იმიტომ რომ როგორც ვიცით ბიტკოინის დღესდღეობით აქვს მარკეტ კაპი 2 ტრილიონი ზუსტად. კი ბატონო, მეტას გადაასწრო და Facebook-ს გადაასწრო საერთო კაპიტალიზაციით და რავი, მიდის, ანუ top 5-ისკენ მიდის რა, ბიტკოინი რა. top 5-ისკენ მიდის. ხო, ეს 2 ტრილიონი, ნუ ძალიან დიდი რიცხვია რა. ძალიან დიდი რიცხვია. კი, აქ და ეხა თუ მაგალითად ტრამპი თუ იმას შეასრულებს, რაც თქვა, თუ განავითარებს კრიპტოს. მერე მთელი ეს ამერიკის დოლარები რო კრიპტოში გადავა, მერე უკვე სერიოზულად იქნება საქმე. მართლაც ბიტკოინი უკვე წავა, უფრო ზემოთ წავა და ნახოთ რა მოხდება რა. თავარია მშვიდობა იყოს. მშვიდობა იყოს ეგ უნდა თქვა მეც. ნუ ეს ჩიას ჩარტია, რომელიც ძალიან მიყვარს რა. ნუ ეს უკვე ამაზე აღარ დავობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჰეითერი წავს და ძალიან ბევრსაც უყვარს რა. ნუ ბევრს იმიტომ ეკარგება იმედი რომ აგერ ჩარტს კი ბატონო, აი ნახეთ ხო. სახარბიელო მდგომარეობა აქ. აი 1900-ზე ყოფილა all time high. და ნუ ხედავთ რამ ხელა სანთლებია გაკეთებული. კი ბატონო. მაგრამ რა ჩემი აზრით ამ ბულრანზე თუ აი კარგი და ნორმალური ბულრანი იყო, მინიმუმ 100-დან 200 დოლარამდე უნდა გააკეთოს წესით. კი ბატონო, კი აქედან ბატონო. ახლა როგორც არის, საჭირო არის 5-დან 7-ი რა, ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო, და უნდა გაუჭირდეს წესი. კი, ჩვენ hold out ჩიას სხვათა შორის და აი ეს ძალიან კარგია. ძალიან იმედის მომცემად გამოიყურება. ერთ დღეში გააკეთა, აი აქ იყო 15 დოლარზე და გავარდა 38-ზე. ნუ თავისას ამბობს რა. კი ბატონო. 40%-იანის დაქონდა ამ სანთლიდან. 140% ძალიან ბევრია. უბრალოდ ბევრისთვის შეიძლება ახლა ეცოტავოს ძალიან ბევრს. მაგრამ 140% არის ძალიან ბევრი. ძალიან კარგია. საკმაოდ დიდია. აი მაჩვენებელია. ისუი, ნუ თითქმის ყველაფერზე ეს არის notcoin-ი, რომელსაც airdrop-ი ქონდა და ნუ notcoin-იც ასე თქვა ღირს დასახულდათ, იმიტომ რომ მაინც პოტენციალი აქვს და ბევრი რაღაცა დამოკიდებული მასზე. კი ბატონო, notcoin-იც მიჯერა და აქტიურად hold out notcoin-ს იმენა, სანამ ესე როგორც დურომა თქვა, სანამ 79 ცენტი არ გახდება არ გავყიდიო, მეც ველოდები, სანამ 79 ცენტი არ გახდება. რომ მე გავყიდო. მაგარი მაჩვენებელია 79 ცენტი, მეც ეგ ვარ. კი ბატონო. აი ხა რომ ნახოთ უბრალოდ რამდენი პროცენტი ექნება 79%-ზე. აქედან აი ეს არის 5000%. კი ბატონო. და 5000%-ზე უკვე ბევრი ვეღარ იტყვის. პატარა პროცენტია, მაგრამ ხო. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს და ლაიქოს ვიდეო გამოიწვიოს არხით თუ რა თქმა უნდა მოწონს. აუცილებლად. ინსაიდერისზე რამეს ხო არაპირებ აი შენს არხზე მომავალში ცოტა სხვა თემატიკას, რაც შეიძლება თუ რა თქმა უნდა სურვილი გაქვს, ასე რომ ვთქვა დაუანონსოთ თქვენს მაყურებელს. მაქვს გეგმები მაქვს, ანუ მოქმედების გეგმები მაქვს. როგორი რაღაცა მინდა იცით გავაკეთო, მაგალითად ახლა ბოლომდე ვერ გეტყვით, მაგრამ მიხვდებით რაზეც საუბრობ რა. ზოგადად კრიპტო არ მინდა ადამიანებისთვის იყოს იცი როგორი რაღაცა, რომ ან თუნდაც ეს airdrop-ები და რაღაცა. უბრალოდ შენ რაღაცა ინვესტიცია გააკეთო და всё, ანუ მე მინდა რომ ადამიანებს ვაჩვენო როგორი კუთხით, იცი რომ შენ ინვესტიცია კრიპტოს ყიდვა
ეს Telegram თამაშები არ მინდა იყოს, ხოლოდ მე ვიმუშავე, ვიმუშავე ყოველდღე ვმუშაობ და იქ ვიგერ მიხვალ და ინვესტიციას გააკეთებ და всё. მე მინდა ადამიანებს დავანახო ტრეიდინგი ზოგადად და ინვესტიცია როგორც ცხოვრების გამაჯანსაღებელი პროცესი. შენ ვითარდები ფსიქოლოგიურად, შენ ვითარდები მორალურად, ხო, სულიერად და გონებრივად. ანუ იქიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ განმეორდები, თუ შენ დაგაინტერესებს კრიპტო ინვესტიცია, შენ იქ დაიწყებ წიგნების კითხვა, შენ იქ დაიწყებ ინფორმაციების მოძიებას, შენზე ჭკვიან ადამიანებზე მოსმენას დაიწყებ, ხო ხდები და ამით ვითარდები, ამით შენი სკილები ვითარდება და იქ მერე უკვე ისეთი რაღაცა არის, ხო, მერე ღმერთთანაც მიდიხარ ბოლოს ამ ინვესტიციებით. ამ კრიპტოთი ბოლოს ღმერთთან მიდიხარ, ხო ხდები? და ეს ყველაფერი მინდა ვაჩვენო ადამიანებს და თუნდაც სამოტივაციო ვიდეოები იქნება, ხო ხდებით, სამოტივაციო გონებრივის განვითარება და ასე, ანუ მრავალმხრივი კონტენტი მინდა შევთავაზო ადამიანებს, ხო ხდებით რა, არა მხოლოდ აიღე ფული ჩადე და всё. ბევრი რამეა კრიპტოში. ჩემი პირადი აზრი რო გაგიზიაროთ მაგ თემასთან დაკავშირებით იქნება ეგ განვითარების 탐ზდები პროცესი არის ძალიან კომპანიაში, თუნდაც კომპანიაში ინვესტირება თუ კრიპტოში, იმიტომ რომ ადამიანები რაც ვიხარდებით, მით უფრო აქტუალური ხდება ეს თემა ჩვენ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ და ყოველდღიურობა უნდა იყოს ამასთან დაკავშირებული სავარაუდოდ და იქნება კიდევაც მომავალში. კი ბატონო, კი ბატონო. უკვე ვისაც კრიპტო აინტერესებს ზოგადად თუნდაც ქართულ სივრცეში და ქართულ საზოგადოებაშიც უკვე ბლომად გვაქვს ისეთი სამაგალითო არხები ან ყავს ისეთი ხალხი კი ძალიან მაგარი ბიჭები საქართველოში რომელიც მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და აქვე პატივისცემა ასევე დასაფასებელია ინსაიდერი რომელმაც აიდროპები უკეთესი თვალით დაგვანახა და გაგვაცნო მათი შესაძლებლობა ძალიან დიდ აიხარეთ ძალიან დასაფასებელია ეგ ყველაფერი და უკვე ვისაც იმის პრობლემა ქონდა რომ აი მაგალითად უცხოენა არ ვიცი და ასე შემდეგ საქართველოს ფართოდაა შემოსული რა და როგორც შენ თქვი წიგნების კითხვაც დაკავშირებულია იმიტომ რომ წიგნები რეალურად ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს და გაძლევს იმის საშუალებას რომ სხვისი შეცდომებიდან ისწავლო ასე ვთქვა. კი ბატონო. ეგ არის რა, უნდა განვითარდეთ და მარტო იმაზე არ უნდა ვიყოთ რა ფოკუსირებული, რომ ყოველთვის უნდა ვეძებოთ სხვა ალტერნატივები რა, სხვა გამოსავლები და ერთ-ერთი ესეთი გამოსავალი ჩემი აზრით არის ინვესტიცია, კრიპტოვალუტა, ხო ხდებით, რომელიც ჩემი აზრით მომავალთან არის ასოცირებული და დაკავშირებული და რა ვიცი. თუ ისე მოხდება, რომ რაღაცა ადამიანები, ასე იგი, თვით განადგურებამდე არ მივალთ და წავალთ განვითარების გზით და ესე ვთქვათ, ტექნოლოგიურად განვითარების ზოგადად მორალური, ფსიქოლოგიური, სულიერი განვითარების, ხო? ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. ეს ყველაფერი განვითარდება და ჩვენ რაც უფრო მალე შევალთ ამ ყველაფერში, მერე უკვე კაი მოსავალს, ძალიან მაგარ მოსავლებს ავიღებთ. თუ უყურებთ ახლა ჩვენ ქვეყნის კი ამ სოფლიოს მდგომარეობას საკითხთან დაკავშირებით, იქით ამერიკა, იქით არგენტინა, ევროპის ქვეყნები, თუნდაც აგერ რუსეთი აი ყველაფრისგან შეგვიძლია რაღაც ინფორმაცია მივიღოთ და გავიგოთ და ჩვენ თავი განვავითაროთ და ჩვენ საკუთარ თავებს რო განვავითარეთ, ქვეყანაც ავტომატურად განვითარდება. მოკლედ მეგობრებო, ნელ-ნელა ვიდეოც ამოიწურა, ყველა მთავარ საკითხს, რასთან შეხება შეიძლებოდა შევეხეთ, ვისაუბრეთ. თუ რაიმე კითხვები იქნება ან დარჩა შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, გადახვიდეთ ინსაიდერის გვერდზე, იქაც საკმაოდ დიდ ინფორმაციას მიიღებთ, ასევე ინსაიდერის Telegram ჯგუფსაც შეუერთეთ. ყველა საჭირო ლინკი იქნება აღწერაში და აბა თქვენ იცით, მანამდე კი ბოლო სიტყვა რას შეგიძლიათ დაგვიტოვოთ ბატონო ინსაიდერო. ესე იგი, მეგობრებო, მადლობა თქვენ პირველ რიგში, მადლობა რომ ეს რაღაც წამოიწყეთ, მადლობა რომ ამაზე ზრუნავთ და ამით ხართ დაკავებულები. იყავით მომთმენები, თუ გაქვთ ინვესტიცია, დახოლდეთ, ხო ხდებით და უბრალოდ გააკეთეთ ინვესტიცია სწორად და რა თქმა უნდა, გამოიწერეთ მეგობრებო, უსახელოების არხი დაალაიქეთ, ერთად დიდ საქმეს გავაკეთებთ. წარმატებები მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა და მე შევახსენებ მაყურებელს რომ გამოიწეროს არხი და ლაიქოს ვიდეო, გადავიდეს ინსაიდერის არხზეც და გამოიწეროს არხი და დავემშვიდობოთ მაშინ. შევხვდებით მომავალ ვიდეოში. კარგად მზადებოდეთ, კარგად იყავით.